იცი 3 მოგება და 4 წაგება 7 მატჩის შემდეგ, რაც შეეხება მინისოს მე-18 ადგილზეა შანსი ჩივას, მაგრამ ვერ იყენებს გორიფაძე. ორივე სიტუაციაში მეკარე მოიგერი აქვს სახეშიც მოხდა თალაკვაძეს ბურთი. საკმაოდ მტკივნეული მომენტი, შორეული დარტყმა და შესაბამისად მე-16 ფინალში მივიღეთ ეს წყვილი. ჩივასი versus მინისო. ჯიკაშვილი შორეული დარტყმა, ამჯერად უკვე აბულაშვილი ჩაერთო საქმეში. მიმართულებით გეწაძე დარჩა ურტყამს, მაგრამ დაიბლოკა ეს გადაცემა. ჯიკაშვილი ბურთი შეინარჩუნა ურტყამს და საქმეში ისევ მეკარე ერთვება. ბურთი ვის? ეს კი გამეორებით ძალიან კარგი მომენტი და კონტრშეტევაზე ასე ვთქვათ არ გაატარა მეტოქე. იოსელიანი გაუშვა და როგორი გოლია, გარეშე ხდება 1-0. იგი იოსელიანის პირველი გოლი ჩივასის რიგებში. რეჟისორმა გამაფრთხილა, რომ ძალიან კარგი და ძლიერი დარტყმა აქვსო და დაამტკიცა იოსელიანმა პრაქტიკაში ცენტრალურ კამერას პრობლემები შეექმნა. ახლა გვიწევს ესეთ ფორს მაჟორში ასე ვთქვათ მუშაობა. ეს პასი ზუსტი იყო გეწადის მხრიდან ობერიშვილი. აი კარგა ბურთი, შინჯიკაშვილი დარტყმა და ძელმა გადაარჩინა მინისო, როგორი სახიფათო მომენტი იყო სანდრო შესრულებით. მინისო დარჩება. ამ პრესინგმა პრაქტიკაში საკმაოდ კარგად იმუშავა, შინჯიკაშვილის დარტყმა მოლოდნეობაზე გააკეთა აქცენტი ამჯერად მინისოს 11 ნომერმა, მაგრამ საკურთხის თამაში, მაგრამ ხიფათი და კარგა შეტევა. წამოვიდა მინისო. დარტყმა, შინჯიკაშვილი დამატებას თუ მოახერხებს? ვეღარ ახერხებს. თითქოს ბიძგიც იყო მისი მიმართულებით, კიდევ ერთი თავს რამოდენიმე შეტევა. ბურთის ფლობაც პროცენტულად გამოასწორეს. შინჯიკაშვილი და ისე მიუხვდა ჩანაფიქრს. აბულაშვილი. როგორი ეფექტური სიხარუდას უკან უწევს თავის მხრივ პასის გაკეთება. ისევ მინისოს 14 ნომერი ბურთი წავიდა კარის მიმართულებით, მაგრამ რიკოშეტის შემდეგ და არა. დარტყმით ჩივასმა მიიღო შანსი. კაცი დარტყმა ჯერჯერობით ვეღარ მოხერხდა, დამატებაზე ძედიზედ ორჯერ ახერხებს აქ თალაკვაძე ბურთის მოგერიებას. შესანიშნავი მომენტი მინისოს პირველი ნომრის მხრიდან. ჩახვევა იყო აქ კარში, სავარაუდოდ არჩევანი ეწადის მხრიდან, აბა ეს შეწოდება ვნახოთ, ისევ ჭკვიანურად გაგაურდეს გამოაქვს ბურთი. შანსი კონჩეტევის 1-1-ია. ჯერ ეს მოგერიება და შემდეგ ეს. ბრავო. ბრავო თალაკვაძეს. აკი ბრავო აბულაშვილს უკვე ფეხით მოიგერი. აკი ვერც მოვასწარის წრიმზე შემოსვლა, უკვე ახერხებს გოლის გატანას ჩივასი, მაგრამ გოლი შეიძლება გაუქმდეს. ნახოთ. პირველი ტაიმი შეგახსენებთ ანგარიშით 1-0 დასრულდა ჩივასის გამარჯვებით. უნდა მიიღო თითქოს მინისოს, მაგრამ ბურთით ისევ
ჩიუასი დარჩა, შანსი კიდევ ერთი გოლის გატანის, ზედიზედ რამოდენიმე პასი დაატრიალეს, ასე ვთქვათ, საჯარიმოში. საბოლოოდ დიმიტრი დადანაშვილია გატანილი გოლის ავტორი. ერთი, ორი და შემდეგ დარტყმა 3-0 უკვე სერიოზული განაცხადია. აქედან კამბექი იქნება ურთულესი. გრძელდება თამაში წუთჩესვენების შემდეგ. 5 წუთია გასული და იმის დაწყებიდან ანგარიში უკვე 3-1-ია. შინჭიკაშვილმა მაინც მოახერხა საკუთარი გოლის გატანა. აბა ვნახოთ თამაშის დაძაბვისკენ. კიდევ ერთ ნაბიჯს უგადადგამს მინისო. ხომ არ იყო რიკოშეტიც, არა, კარგი თამაშია სიხარულიძის მხრიდან, პასი წინ. მეკოკიშვილი, შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო, შინჭიკაშვილი, ერთი შეხები დარტყმა და ბურთი ისევ ძელს ხვდება. თითო თოდუა ურტყამდა ჩივას, ერთ-ერთი მთავარი შემტევი. ეს გადაცემა არ გავიდა, კარგი კონტრშეტევის შანსი მიიღო ჩივასმა, გეწაძე ერთი ფეხბურთელია. იოსელიანი ძალიან ეფექტური მომენტი იყო მისი მხრიდან. თავზე გადაუგდო მცველს და ბურთი დაიტოვა პლუს პასი გააკეთა. და საკმაოდ საფრთხო. შინჭიკაშვილი გაიარა ორ ფეხბურთელს შორის და რა ხდება მეკარე იგერიებს. აბა ნახოთ გამეორებით რა მოხდა აქ. ხომ არ არის ხელით თამაში, უბრალოდ ჯარიმა მის წინააღმდეგ. მოგერიება წინ, ისევ მინისო. დაიტოვეს ბურთი, შინჭიკაშვილი დარტყმა შეიძლება, ურტყამს და 3-2 ხდება ანგარიში დუბლის ამ დროს შესრულებით. მინისო ისევ საქმეშია, არაფერი დასრულებულა. ინტრიგა რჩება ისევ ამ დაპირისპირებაში, რა კარგი პაუზა იყო თან რამოდენიმეჯერ, ძალიან ჭკვიანურად იმოქმედა ამ ეპიზოდში სანდრო. ბრავო. შესანიშნავი შესრულება წამოვიდა ჩივასი და ანგარიში 4-2 ხდება, იქვე პასუხობს გეწაძე გოლით. გოლების ცვენა მაგრამ სულ ერთ წუთში. ბურთით როგორ მოიჭრა. კარებს რა თქმა უნდა მინისო დიდი ძალებით შეუტევს, ახლა სავარაუდოდ დარტყმა ისევ აბულაშვილი იგერიებს. საკმაოდ კარგი დარტყმა. და შანსი ჩივას კიდევ ერთი გოლის გატანის სალაკვეთზე მოასწრო რეაგირება. ესე დასრულდა მოკლედ